წარმოიდგინეთ ქვეყანას, სადაც ალკოჰოლი აკრძალულია, ბარები დახურული, მაგრამ რეალურად სასმელი ყველგანაა და ამით მაფია მილიონებს შოულობს. ეს არის მშრალი კანონის ისტორია და ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ამერიკის ისტორიაში. მშრალი კანონი ოფიციალურად 1919 წელს მიიღეს, როდესაც კონგრესმა ამერიკის კონსტიტუციაში მე-18 შესწორება დაამატა, ხოლო ვულსტედის აქტმა განსაზღვრა თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო აკრძალვა. სწორედ ენდრიუ ვულსტედმა კონგრესს წარუდგინა თავისი შემუშავებული კანონი. თავდაპირველად პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა ვეტო დაადო მას, მაგრამ კონგრესმა გადალახა ვეტო და 1920 წლის 17 იანვრიდან კანონი ამოქმედდა. მშრალი კანონის მიღების მიზეზები მრავლად იყო: სოციალური და ოჯახური პრობლემები, რელიგიური და მორალური არგუმენტები, ეკონომიკური ფაქტორი, ხალხთა მოძრაობები, როგორც იყო ანტი-სალონ ლიგა, პირველი მსოფლიო ომის გავლენა და სხვა. ამერიკაში ხალხის რეაქცია განსხვავებული იყო. კონსერვატიულ და რელიგიურ ჯგუფებს სჯეროდათ, რომ ალკოჰოლის აკრძალვა შეამცირებდა დანაშაულს, ოჯახურ ძალადობას და სიღარიბეს. დიდი ნაწილი კი უკმაყოფილო იყო ამ კანონით, განსაკუთრებით ბარმენები, ლუდსახარში საწარმოები და უბრალო მოქალაქეები ვერ იჯერებდნენ, რომ სასმელი უკანონო გახდებოდა. პირველივე დღიდან ხალხმა ალკოჰოლის მოპოვების არალეგალური გზები მოძებნა. ასეთი იყო საშინაო სპირტი, რომელიც სახლში მზადდებოდა და უხარისხო და სახიფათო იყო. ის აგრეთვე სიბრმავის და ზოგჯერ სიკვდილსაც იწვევდა. არსებობდა იატაკქვეშა ბარები, სპეკულაციას. ქალაქებში გაჩნდა ათასობით არალეგალური დაწესებულება, სადაც ალკოჰოლი თავისუფლად იყიდებოდა. ამ პერიოდში კი განსაკუთრებით გაძლიერდა ალკოჰოლის კონტრაბანდული შემოტანა კანადიდან, მექსიკიდან და სხვა ქვეყნებიდან. 20-იან წლებში მრავალი კონტრაბანდისტი გამოჩნდა თავისი განსაკუთრებული ხრიკებით. მათ შორის ყველაზე ცნობილები იყვნენ უინსლოუ სოსფროთი, მეტსახელად ესკიმოსი, კანადიდან ალკოჰოლის ყველაზე დიდი შემომტანი. ის იყენებდა გაყინულ მდინარეებს და ტბებს, რომ სასმელი გადმოეტანა. სამთარში მას ყინულ ქვეშ მალავდა, ხოლო გაზაფხულზე ტვირთი უკვე გადადიოდა ამერიკაში. უილიამ მაკკოი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ევროპიდან ალკოჰოლის შემოტანით გამდიდრდა. მისი მთავარი ხრიკი იყო ის, რომ გემების საერთაშორისო წყლებში რჩებოდნენ და პატარა კატერებით ალკოჰოლი გადაჰქონდათ ამერიკაში. ამ მიწოდების ზომებს რან როუ ეწოდებოდა. ჯორჯ რემოსი, ეგრეთ წოდებული ლეგალური კონტრაბანდისტი, რომელიც ალკოჰოლს მედიცინის საბაბით ყიდდა. მან შექმნა კომპანიების ქსელი, რომლებიც კანონიერად აწარმოებდნენ ალკოჰოლს, მაგრამ მას ბაზარზე არალეგალურად უშოხდნენ. კონტრაბანდისტების ხრიკები მრავალფეროვანი იყო. ზოგჯერ ალკოჰოლს წყალგაუმტარ კონტეინერებში ათავსებდნენ და სხვაში ყრიდნენ კონკრეტულ ლოკაციებზე. შემდეგ სპეციალური ნიშნულების დახმარებით წყალქვეშ ამოჰქონდათ. ალკოჰოლს მანქანებში, სატვირთოებში და მატარებლებში მალავდნენ, ხშირად სპეციალურად აშენებული ფარული განყოფილებით. ზოგჯერ ბოთლები ხილის, ბოსტნეულის, ხის მორების, ნახშირის და სხვა ტვირთის შიგნით იმალებოდა. ასევე ღვინო და სპირტიანი სასმელები ხშირად სპეციალური საღებავით იღებებოდა, რათა ისინი სამრეწველო ქიმიკატებად და სხვა პროდუქციად გაესახებინათ. მიუხედავად მთავრობის მცდელობისა, აკრძალვა რეალურად მხოლოდ ქაღალდზე დარჩა. მოსახლეობა მალევე იპოვა გზები ამ კანონის გვერდისავლისთვის, ხოლო ალკოჰოლის კონტრაბანდამ მაფიის გაძლიერება შეუწყო ხელი. ჩიკაგოში, ნიუ-იორკში და სხვა დიდ ქალაქებში მაფიოზები, როგორებიც იყვნენ ალ კაპონე, ლაკი ლუჩიანო და მაიერ ლანსკი, კონტროლს იღებენ ალკოჰოლის არალეგალურ ბიზნესზე და მილიონებს შოულობდნენ. ალ კაპონე ჩიკაგოს უდიდესი მაფიოზი იყო, რომელიც არალეგალური ბარების ქსელებს ფლობდა და ქრთამით პოლიციას აკონტროლებდა. ის იყენებდა სასტიკ მეთოდებს, რათა კონკურენტები მოეშორებინა. მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო ხოცვა ვალენტინობის დღეს 1929 წელს, სადაც მისმა ხალხმა კონკურენტი ბანდის წევრები დახოცა. ლაკი ლუჩიანო ნიუ-იორკის მაფიის ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომელიც ალკოჰოლის კონტრაბანდას ევროპიდან აკონტროლებდა. მან შექმნა ორგანიზირებული დანაშაულის სისტემა, რომელიც ბევრად უფრო ეფექტური იყო, ვიდრე მისი კონკურენტები. მაიერ ლანსკი, ფინანსური გენიოსი, რომელიც მაფიის ფულის გათეთრებას ხელმძღვანელობდა. მისმა კავშირებმა ბანკებთან და საერთაშორისო ქსელებში მაფიის ფინანსური მმართველობა გააძლიერა. მშრალი კანონი ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საკამათო და არაეფექტური აკრძალვა აღმოჩნდა. მისი მიზანი საზოგადოებრივი ზნეობის გაძლიერება და დანაშაულის შემცირება იყო, მაგრამ საპირისპირო შედეგი დადგა. მიუხედავად მთავრობის მცდელობისა, კანონი დაეცვა, ხალხი გამუდმებით პოულობდა მისი გვერდის ავლის გზებს. იატაკქვეშა ბარებმა და კონტრაბანდამ ალკოჰოლი კიდევ უფრო პოპულარული გახადა. საბოლოოდ 1933 წელს ხელისუფლებამ აღიარა, რომ მშრალი კანონი არ მუშაობდა და ის გაუქმდა. თუმცა ამ პერიოდის გავლენა ამერიკულ კულტურაზე და კრიმინალურ სამყაროზე დღემდე იგრძნობა. ეს იყო დრო, როდესაც მაფია გადაიქცა ძლიერ ორგანიზირებულ დანაშაულებრივ იმპერიად, ხოლო კონტრაბანდისტების გამბედაობამ და მოხერხებულობამ ბევრი გაკვეთილი დაუტოვა მომავალ თაობებს.